ივანიშვილის ხელისუფლების დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკა სულ უფრო თვალში საცემის შედეგებს იძენს. საქართველოს კვლავ არ არის მიწვეული ნატოს სამიტზე, რომელიც ჩვენს რეგიონში თურქეთში გაიმართება. ალიანსის შეკრება ხვალდაზე ანკარაშია დაგეგმილი და მსოფლიოს ლიდერები დაესწრებიან. საქართველოს ამ სამიტზე უკვე მეორედ არ დაესწრება. ოცნების ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი პირველად შარშან ნიდერლანდების სამიტზე არ მიიწვიეს. არადა ქვეყანას წლებია ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი აქვს და ეს მისწრაფება კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამის მიუხედავად უკვე რამდენჯერმე ალიანსის სამიტების დეკლარაციებში საერთოდ აღარ იყო ნახსენები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. რა პერსპექტივას ქმნის ეს პოლიტიკა და ზრდის თუ არა უსაფრთხოების რისკებს ოკუპირებული ქვეყნისთვის? ნინი ბალანჩივაძე გააგრძელებს თემას და გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებსაც. ოცნების ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარი პოლიტიკით ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არის განცხადებები, რომელიც დღეს კეთდება ოპოზიციურ პარტიებში და მათთვის ამ ყველაფერს ცხადყოფს ისიც, რომ მნიშვნელოვან სამიტზე, რომელიც დაიწყება ხვალ და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება ნატოს სამიტს უმასპინძლებს თურქეთი, დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. სწორედ ეს სამიტი იქ საქართველოს არ იქნება წარმოდგენილი, თუმცა სამიტზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი, მათ შორის არის საერთოდ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება, თავდაცვის ხარჯების და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა, სწორედ ამ საკითხებზე იქნება მთავარი აქცენტი გაკეთებული. აქ კი საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს არ არის წარმოდგენილი. როგორ ვითარდებოდა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში პროცესები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ნატოში ინტეგრაციის გზაზე, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 2025 წელს ჰააგაში პირველად არ მიიწვიეს ნატოს სამიტზე ოცნების ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი. ასეთი არის სწორედ წლევანდელი წელიც, რაც შეეხება 2023-2024 წლებს. აქ მხოლოდ 2023 წელს ვილნიუსში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო წარმოდგენილი და არ მიიწვიეს მაშინ პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართა ეს სამიტი და მაშინაც მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი. ამ მნიშვნელოვან სამიტზე საქართველოს და ჩვენ მაშინ გვახსოვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნატოს კომუნიკე, სადაც ფაქტობრივად აღარ იყო მოხსენიებული საქართველოს გამქრალი იყო ფაქტობრივად ამ დოკუმენტიდან საქართველოს და აქ პირველად მოხდა ის, რომ ამოიღეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება რეზოლუციიდან, რომელიც წინა სამიტების ყველა რეზოლუციაში მკაფიოდ იყო გათვალისწინებული და ჩანაწერი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო ადასტურებდა, რომ საქართველოს უნდა გამხდარიყო სწორედ ნატოს წევრი, თუმცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ ყველაფერს კი ოპოზიციაში ხსნიან იმ პოლიტიკით, რომელიც აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში. ისინი აღრმავებენ ურთიერთობებს ოკუპანტი ქვეყნის მოკავშირეებთან და შორდებიან ევროპულ სტრუქტურებს. თუ გავითვალისწინებთ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის დღის წესრიგს და შევხედავთ მას, აღმოვაჩენთ, რომ ამ ფონზე საქართველოს არ მიწვევა სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ დღის წესრიგში არის სამი მთავარი საკითხი. ეს არის სამხედრო ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება, ეს არის თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, ეს არის უკრაინის მხარდაჭერა, ხო და ამის გაზრდა წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების მხრიდან. ყველა ამ სამ პუნქტში ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად კონფლიქტშია დასავლეთის ყველა სახელმწიფოსთან და განსაკუთრებით ნატოსთან. ამ ფონზე გასაგებია, რომ არ მიგვიწვიეს, უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის ღონისძიებებში საქართველოს არ ყოფნა არის ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებისთვის და შესაბამისად მშვიდობისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. მაშინ, როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, რომელიც ჩადებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, გარდა ამისა საქართველოში არის 2 ოკუპირებული რეგიონი და ნატოს სამიტი იმართება მეზობლად შავი ზღვის რეგიონში, ანკარაში. აქ საქართველოს არ წარმოდგენა ოფიციალური უწყებების სახით, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის, მით უმეტეს იმ турბულენტურ გარემოში, რომელიც არის ზოგადად მსოფლიოში და ზოგადად რეგიონში. საქართველოს არის იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მთელი ქართული ოცნება, რომლებმაც ჩვენი მეგობრები მტრებად გამოაცხადეს, ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი შიგნიდან ჩაკეტეს და ამ კარის გახსნას ცდილობს ჩვენი საზოგადოება. კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ივანიშვილმა არა მხოლოდ იზოლაციაში მოაქცია, არამედ საქართველოს არის ავტორიტარულ ბანაკში და იქაც კი არ არის სათანადოდ დაფასებული.
ნატოს სამიტი დაიწყება ხვალ, ეს იქნება ორდღიანი სამიტი და შეხვედრას დაესწრებიან 20 წევრი ქვეყნები, ალიანსის წევრი ქვეყნები, საუბარი არის 32 ქვეყანაზე, მათ შორის პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები და მთავარი საკითხი იქნება ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება. ამ დღის წესრიგში კი საქართველო არ არის წარმოდგენილი. ახლა საინტერესოა, ჯერჯერობით არ მოგვისმენია ჩვენ ოცნების ხელისუფლების განცხადებები, ამჯერად მაინც როგორ იმართლებენ თავს, რომ რეგიონში უმნიშვნელოვანესი სამიტი იმართება და აქ წარმოდგენილი არის მაგალითად მეზობელი აზერბაიჯანი, თუმცა საქართველო არ არის წარმოდგენილი არც ერთი დონით.